увидел отзыв и рассуждение блогера местного Батумски, и мне оно очень понравилось. Он рассуждает об оккупантах, о России и Турции. Это два оккупанта Грузии. Послушайте, мне очень понравилось его рассуждение. რუსულ სიმღერებს რატომ უსმენო ბათუმსკიო შენო ოკუპანტი ხარო ვიღაცამ დამიწერა კომენტარში და მინდა რომ პასუხი გავცე ახლა აქედან. ჯერ ერთი ჩვენი მამის ტოლა ხალხი არ არსებობს რომ ვინმეს რუსული ესტრადის სიმღერებს არ კონდეს მოსმენილი. ადრე არ იყო განვითარება ესე TikTok-ი არ იყო, Facebook-ი არ იყო, რაღაცა ადნაკლასნიკი, მაშინ ადნაკლასნიკები ყველას ჰქონდა. ხო, მაშინ ჩვენც ყველა ვისაც ადნაკლასნიკები ჰქონდა, ყველა ოკუპანტები ვართ. ამაში ყველა დამეთანხმებით რომ რუსეთთან ჩვენ გვაქვს შეხება თუნდაც მუსიკით, გულისხმობ იმას რომ ყველას გვაქვს მოსმენილი მუსიკა, სოციალური ქსელი ქონია, თქვათ ადნაკლასნიკები და ხა ვერავინ ვერ იტყვის რომ მე არ მქონია ადნაკლასნიკები, მხოლოდ იმის ხარჯზე რომ ეს არის რუსული, თქვათ სოციალური ქსელი. ამიტომ შესაბამისად თუ რამეს ამბობ და იტყვი თქვათ მაგალითად რუსეთს რომ რუსეთი ოკუპანტია, ამაში ნებისმიერი ქართველი დაგეთანხმება, თუმცა არსებობს რაღაცეები თქვათ რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. აი თუნდაც მაგალითად რუსული სიტყვები, რაღაცეები და ვითომ რაღაცებს რომ რუსულათო პრივეტორატო არ არსებობს ქართველი ვისაც პრივეტ არ კონდეს ნათქვამი ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ ეს ოდითგანვე მოდის. ხო ხტებით, ეს არის ჩვენთან ოდითგანვე რაღაცეები ჩვენ გვაერთიანებს. ამიტომ რისი თქმა მინდა ჩემოძმებო, თუ მაგალითად ვინმე ამბობს იმას რომ რუსეთი არის ოკუპანტი, გასაგებია და აბსოლუტურად ვეთანხმები, თუმცა შეხედეთ ხაზგასმით ვამბობ ერთ რამეს და მინდა რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოთ. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ და საუბრობთ იმაზე რომ რუსეთი არის ოკუპანტი და რუსები ჩამოსული რუსები როცა არიან და პატარა ბავშვები, ჩვილი ბავშვები რომ უჭირავთ ხელში, მშობლები რომ ასეირნებენ ბათუმის ბულვარში, თქვათ ჩვილი ბავშვი ყავთ დაჭერილი ხელში და ვიღაცა კამერით მიდის, ვიდეო მოხ ნებისმიერ შემიძლია ჩავაგდო, მიდის კამერით და რუსკი ვაინი ვანიუჩი კალაბლიდი ნახო და აგინებენ და თქვენი დედა და რაც სულ სიტყვებს ეუბნებიან და ან კიდე ორი გოგო ჩამოსული რუსი იქნებოდა დაახლოებით 25 წლის და 16-17 წლის შპინგალეტი შემიტიანი ბავშვები მისდევენ და ტრაკზე ხელს ურტყამენ ბათუმის ბულვარში და შეურაცხყოფას აყენებენ რუსკაია შლიუხა და ხალხი მისდევს კამერებით ბიჭო კამერებით მისდევს შენ ის საქართველოს დაიწვას და იმ საქართველოს რა ვიცი ბედი ძმაო საერთოდ განადგურდეს როცა ქართველი კაცი მასეთ რაღაცას შენ უყურებ რომ ვიღაცა ჩამოსულ ტურეს მანდილოსანს ვიღაცა მისდევს და ტრაკზე ხელებს ურტყამს და კამერით უღებს და იდი ნახვის და რაღაცას ეუბნება და შენ რომ კაცი როცა გქვია და კაცი როცა ხარ და შენ ხედავ და მომსწრეხარ ესეთი სიტუაციის და შენ არაფერს არ ლაპარაკობ და საერთოდ არაფერს არ ეუბნები და იმის მაგივრად რომ შენი ვშნა მიცე კი არა ყურით გამოათრევდი იმას კი რას ქვია ბიჭო შეურაცხყოფა მიაყენო ქალმა რა დააშავა და კამერით უღებდნენ მალადეცო თქვენ რომ მაგარი ბიჭები მიდიხართ თუ საქართველოსო იცავ რითი იცავ საქართველოს ჩამოსული უსუსური ადამიანი ქალი მანდილოსანი და უღებ კამერით უღებ რომ თურმე როგორ ურტყამენ ტრაკზე ხელებს რისი თქმა მინდა ეს ზუსტად რა მაქვს მიზეზი ამ ვიდეოს ჩაწერის ჩემზე ვინ რას ფიქრობს ვაფშე არ მაინტერესებს მე ღვთის წინაშე ვიცი რა პიროვნებაც ვარ და როგორ წარვსდგები უფლის წინაშე სხვა არავინ არ მაინტერესებს აი შეხედე როცა რუსეთზე ჩვენ საუბრობთ რომ რუსეთი ოკუპანტია ოდითგანვე აი რუსეთთან ორჯერ გქონდა ომი დღემდე ომი გვაქვს გულისხმობ იმას რომ შეტაკება და დაპირისპირება იყო აი შეხედე რას გულისხმობ ძმებო ოდითგანვე ისტორიიდან დაწყებული საქართველოს დაარსებიდან და დღემდე ჩვენთვის ყველაზე დიდი მტერი რომელმაც 12 მილიონიერი გაგვწყვიტა და დღეს ვართ 4 მილიონი არ ვართ დარჩენილი ნახევარზე მეტი ემიგრაციაში თურქეთზე დიდი მტერი არასოდეს საქართველოს არ ყოფილა და ფიზიკურად მორალურად შეუძლებელია რომ თურქეთზე დიდი მტერი საქართველოს ოდესმე ყავდეს 100,000 მოწამე ყავს ერთ დღეზე რომელიც სოფლიო ისტორიაში არ არსებობს აი ისლამური სახელმწიფოებიდან და არავინ არაფერს არ ამბობს ბათუმში როცა გადიხარ მაღაზიებში წერია ქუჩები არსებობს გეფიცებით თურქების ხროვა შეიძლება ქართველი რომ გაიაროს შეიძლება გაუკვირდნენ რომ რა შობია აქაო შეიძლება გითხრას ან ცოტა ხანი რომ გაჩერდე შეიძლება რაღაცა ისე გაკვირვებული სახით შემოხედოს თითქოს შენ ხარ უცხოელი და არა ისინი
გეფიცებით ძმებო, პროსტა ყურადღება მიაქციეთ რას. თურქეთზე დიდი მტერი თუ საქართველოს ოდესმე ყოლია. ერი ამოგწყვიტა იმაზე არავინ არაფერს არ ლაპარაკობს, ჩვეულებრივად იღებენ, თითქოს მართლა ჩვენი მოყვარია და დღემდე სულით და გულით და რავი სისხლით და ხორცით თურქი, ნებისმიერი თურქი ძალიან იშვიათია რომ საქართველოს მტერი არ იყოს, იქ მცხოვრები, რომლებსაც იმ ისტორიას ასწავლიან რომ საქართველო არის ბათუმი კერძოდ ჩვენი და ოდესღაც უნდა იყოს ჩვენს განკარგულებაში დღემდე ასწავლიან ისტორიებს და აგერ ცოცხალი მაგალითი რამოდენიმე დღის უკან კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას წინათ კიდე ჩავწერე ვიდეო რომ 50,000 მოსახლე თურმე უნდა ჩამოასახლოთ ბათუმში და 50,000 თლად ცხოვრობთ აჭარაში და ჩვენ რომ ჩამოგვისახლებენ 50,000 იქ გადხოვდება დაქორწილდება, გადაჯიშდება, გადმოჯიშდება და ბათუმი გახდება უკვე თურქეთი. და ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც აი ამას ვამბობ, ამიტომ წერ ამ ვიდეოს. უშლის აი ამ სისაძაგლეს ერთადერთი სახელმწიფო ეს არის რუსეთი. რუსეთი რომ არ იყოს, აი ღვთის წინაშე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში და ბათუმში კერძოდ დღეს თურქეთის დროშა ძალიან მარტივად იფრიალებდა. არანაირი პრობლემა არ ექნებოდა. ისე აგვიღებდნენ როგორც აგებარებიათ. აი ამას მიაქციეთ ყურადღება, რუს არ უნდა შენი გადაჯიშება. რუს აი შეხედეთ როგორ რაღაცა პოლიტიკა არის ძალიან ბინძური რაღაცა რა. თეთრი პოლიტიკა როგორც თეთრი ბიუჯეტი არ არსებობს. საქართველო არის ისეთი ქვეყანა ნებისმიერს რო გამოადგება. არ არსებობს სახელმწიფო რომელიც საქართველოსთან ურთიერთობაში აი რომ საქართველოსთან კონდეს კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულება და სავაჭრო ბაზარი რო კონდეს მსგავსი ქვეყანა რომელიც ამაზე უარს იტყვის არ არსებობს და რა თქმა უნდა რუსეთი ჩვენი მეზობელია და ეს აწყობს და შესაბამისად თურქეთს რომ არ კონდეს შიში აი რუსეთისა დარწმუნებული ვარ კი არა 1,000,000% ვიცი რომ დღეს თურქეთი ვიქნებოდით ალბათ ბათუმი იმენა ბათუმი იქნებოდა თურქეთი აი თქვენ ძმობას ვიცავთ და როცა აგინებ ბიჭო თურქს უნდა გადაგაჯიშოს როგორც შენი სახელმწიფო უნდა გადააჯიშოს შენ უნდა რომ შენი ერი შენი მართლმადიდებლური ერი მოსპოს და მისი სახელმწიფო იყოს, მისი ისლამური მრწამსი იყოს, ეს ოდით განვიაქვთ. თქმულება არსებობს ესეთი, რომ როცა აუპატიურებდნენ ქალებს იტაცებდნენ და მიყავდნენ, ესეთი თქმულება არსებობს, რომ ქართველი რომ არ ვიხმაროთო, ჩვენი წინაპრებიო. მაგას ვარ გვაპატიებენ და 64-ში ვერ მოხვდებითო. ბიჭო, ესეთი ბრმები როგორ ხართ, აი ძმობას გაფიცებ. ქართველები ხართ, ხო? აი თქვენ როგორი ხართ, იცი, აი წინ რაღაცა რომ დადებულია ერთი სიკეთისა და მეორე არ კი არ გულისხმობ იმას, რომ რომელიმე მათგანის სიკეთის გზა და არ იქა ბიჭო წითელი ხალიჩები შეგხდებიან. მაგრამ როცა ხედავ რაღაცა პატარას, იმაზე დიც ვერ ხედავ, რომელიც იმის უკან დგას. და მე რას ვამბობ, შემიღაცა რომ შემეკითხოს, ბათუმსკიო, შენ რას იტყვი? ამაზე მე ვიტყვი რომ ორივე ჩვენი მტერია. მაგრამ თუ ამას აკრიტიკებ ასე ამ დონეზე და იმაზე ხმას არ ამბობ, როდესაც 12 მილიონი ერი გაგწყვიტა ბიჭო და დღემდე საქართველოს მტერია და გაგინებს და შეურაცხყოფას გაყენებს და რას არ აკეთებს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ ძმებო. აი გეფიცებით სვეტში გეუნებით 1000%-იან რეალობას გეუნებით და მაგენი რუსები მაინც არ გაგინებენ. საქართველოს ძალიან ბევრს უყვარს და გიждდებიან საქართველოსთვის. რა ვიცი, თუ გინდათ განმკითხეთ, მაგრამ ღვთის წინაშე 100%-იან რეალობას ვამბობ, რუსეთი რომ არ იყოს, დღეს საქართველოში თურქეთის დროშა იფრიალებდა. უფალი ფარავდეთ და ღმერთმა გაამთლიანოს მთელი საქართველო.